მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. მე ცოტა დავიკარგე ამ ბოლოს. რადგან ძალიან ისეთი ცვლილებები მიმდინარეობს შენ ცხოვრებაში, დადებითი. და დრო არ მქონდა სამწუხაროდ ვიდეოების ჩასაწერად. გუშინ კი მინდოდა, მაგრამ რატომაც ჩემი YouTube-ის გვერდი აღმოჩნდა დარეპორტებული. გუშინ აღმოაჩინე. არ ვიცი რა მოხდა, შეიძლება ვიღაცას თვალში არ მოუვედი და დაარეპორტა ჩემი გვერდი. ვერ მოხდი. დიდად ვერ ვერკვევი ხა ეგეთ რაღაცებში, სიმართლე გითხრათ, YouTube-ის გვერდზე. რა სისტემით, ანუ რა მიზნით არეპორტება ხოლმე. ამიტომ შეიძლება თვითონ YouTube-ის გვერდს ქონდა? არ ვიცი. ხო და მოკლედ დღეს უკვე აღარ არის ეს რეპორტი, აღარ მაწერია ჩემს გვერდს. გამიხარდა და გადავწყვიტე, რომ ეს რა არის. გადავწყვიტე, რომ ჩამეწერა თქვენთვის ვიდეო. მოდი გავიგოთ მაისისთვის პროგნოზი. ხოლმე უკვე 1 მაისია. ყოსია. რაც ამ ბოლოს ისეთი გადატვირთული ვარ, შეიძლება რიცხვი ამერიოს. ხოლმე მე მგონი 1 მაისია, ასე ვიტყვი. თუ არ და ზეგ მაინც იქნება. უჩველი. აი. გავიგოთ, რას მოგიტანთ მაისის თვე. პირადში და კარიერაში. ეს გაშლა ხდები ძალიან მოგწონთ ხოლმე. რას მოგიტანთ მაისის თვე პირადში და კარიერაში. ნახოთ. ვინც ახლა ვიდეოს უყურებთ, რას მოგიტანთ მაისის თვე კარიერაში. ამ დასტით გავაკეთოთ კარიერაზე. რას მოგიტანთ მაისის თვე კარიერაში. აი ასე. და მეორე იყოს აი ამ დასტით, რას მოგიტანთ მაისის თვე პირად ცხოვრებაში. ვინც ახლა ვიდეოს უყურებთ, რას მოგიტანთ მაისის თვე პირად ცხოვრებაში. მოდი დავიწყოთ კარიერით, ამას ესე გადავდებ გვერდით. და ნახოთ კარიერა. ოჰო. აქ როგორი სიტუაცია გვაქვს, მეგობრებო. ახლა ეს ძირითადად ეხება მათ, ვისი სიტუაციაც არის კარიერის მხრივ გაჩერებული, არაფერი არ ხდება. შეიძლება ვიღაცები ელოდებით CV გქონდათ შეტანილი დაუშვათ, ან იყავით გასაუბრებაზე და ელოდებით შეტყობინებას და ეს შეტყობინება არ მოდის. საკმაოდ დიდი ცვლილებები ხდება სხვათა შორის თქვენს კარიერაშიც, როგორც ჩემთან. და რაღაც ისეთი გამოღვიძება, ცვლილება, ხო, აი ესეთი მომენტები გაქვთ, მაგრამ ცოტა ესეთ თქვენ თვითონ უმოქმედობაში ხართ, ვერ მოქმედებთ, რადგან რაღაცას ელოდებით, სხვისგან ელოდებით რაღაც შეტყობინებას, ან რაღაცას ფიქრობთ, გადაწყვეტილების წინაშე ხართ, ხო? აი, ყოველ შემთხვევაში ამჟამად კარიერის მხრივ ცოტა ესეთი სტაგნაცია გაქვთ, გაჩერებული სიტუაცია და მოლოდინის რეჟიმში, ფიქრებში, გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა აქ მაჩვენებს ტარო უკვე, რომ რაღაცა თითქოს
გააზრებულობა მოხდა ნამდვილად ამ საკითხში და მოდი დავაზუსტოთ უფრო მეტად. აი რას მოგიტანთ? ეხლა ხართ ასეთ სიტუაციაში გასაგებია, მაგრამ აი მაისი რას მოგიტანთ კარიერის მხრივ? მაისის თვე რას მოგიტანთ კარიერის მხრივ? აი ზუსტად მეგობრებო, გააზრებულობა მოხდა მეთქი რომ ვთქვი, ზუსტად აი ის მომენტი გაქვთ ახლა, რომ ბევრი ფიქრის რაღაცების აწონ-დაწონვის და გადახარშვის შემდეგ თქვენ რაღაცა გაიაზრეთ, რაღაცა განათდა თავში თითქოს და აი ამ გაჩერებული მდგომარეობიდან თქვენ გადადიხართ მოქმედებაზე პირდაპირ მნიშვნელობით, ან უკვე გეძახიან, აი რო გითხარით რომ ელოდებით და რაღაც შეტყობინებას, რომ აი თანხმობას თუნდაც ხო, რომ თქვენ გამობრძანდით, აი შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ დაგირეკონთ, აი თქვენ აგირჩიეთ და მობრძანდით და თქვენ იწყებთ აი ამ მუშაობას იმ სფეროში, რაშიც ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ მეგობრებო, ძალიან ისეთი ხართ, გამოცდილი ხართ ამ საკითხში და იწყებთ მუშაობას მთელი თქვენი ძალისხმევით, აი მთელ თქვენს ძალას დებთ აი ამ კარიერაში, აი ამ საქმეში, რასაც აი ახლა ელოდებით და რის გამოც ამ წუთას გაჩერებული მდგომარეობა გაქვთ. მთელი ენერგია, მთელი თქვენი გამოცდილება წავა აი ამ საკითხზე, მიმართული იქნება ამ საკითხზე და აი იცით როგორ იქნებით ჩართული, ესე ზერელეთ კი არა, აი იმიტომ ვაზუსტებ ეს, რომ მთელი თქვენი როგორ გითხრათ, აი მთელი თქვენი ეს ენერგია, რაც გაქვთ, ყველაფერი მიმართული იქნება აი ამ საქმისკენ, რომ ყველაფერი კარგად გამოგივიდეთ, თქვენი თავი აჩვენოთ, წარმოაჩინოთ, წინ წახვიდეთ, მოკლედ აი მთელი არსებით, აი ეს უფრო ზუსტი სიტყვა, მთელი არსებით იქნებით გადართული აი ამ კარიერისკენ და იმ საქმისკენ, რასაც აკეთებთ თქვენ. კარგი. კიდევ რას მოგიტანთ კარიერის მხრივ ეს მაისის თვე? ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, კიდევ რას მოგიტანთ კარიერის მხრივ ეს მაისის თვე? ვინც ახლა ამას უყურებთ, გავიგოთ რას მოგიტანთ მაისის თვე კარიერაში. მეგობრებო, აქ ვიღაცებს ძალიან დიდი გამართლება გელოდებათ, აი როგორი მომენტი გაქვთ იცით? აი ასე მგონია ეხლაც უფრო კონკრეტულ ადამიანებზე ვშლი. აი ერთ სიტუაციას მიშვენებს უფრო ძირითადად ჯერჯერობით. შემდეგ კიდე ვიკითხავ ერთხელ. აი თითქოს თქვენი პირადი ცხოვრება, გრძნობები და სხვა რაღაცეები, სხვა სფეროები ცხოვრების გვერდით გაქვთ გადადებული და ორიენტირებული ხართ პირდაპირ კარიერაზე და აი ეს სისწრაფე და აი ეს ჩართულობა და მთელი თქვენი ენერგიის ამ საქმეში ჩადება ძალიან დიდ გაგიმართებთ, მოკლედ აი ამ მხრივ რა, ბედი გაგიღიმებთ, ასე ვიტყვი. და ზუსტად აი აქაც შეხედეთ რაღაცა ისეთი სიტუაცია, რომ გქონდათ გაჩერებული, თითქოს თქვენ თავს არ ამჟღავნებდით, აი ახლა პირიქით იქნება რაღაცა, იცი როგორი მომენტი გექნებათ? ვიღაცები თუ ხართ მასწავლებლები, პროფესიით გადაწყვეტთ, რომ თქვენი ეს პროფესია გამოიყენოთ და გასცეთ ეს თქვენი ცოდნა, რაც გაქვთ დაგროვილი, აქამდე შეიძლება ამას არ აკეთებდით. რატომღაც მასწავლებელს გულისხმობ არა მარტო სკოლის მასწავლებელს, ნებისმიერ საკითხში მასწავლებელს, თუნდაც ეს იყოს ცხოვრების მასწავლებელი, ასე ვთქვათ, თუნდაც ეს იყოს ჩემი პროფესიის, აი კოუჩი, ფსიქოლოგი, ხო? თუნდაც სტაროლოგიც.
აი ნებისმიერი რაღაცა, რაც ისწავლეთ თქვენ და აქამდე თითქოს არ გასცემდით და თქვენთვის ინახავდით მარტო, აი ახლა მაისიდან გექნებათ ის სურვილი, რომ თქვენ ისევ ან შეიძლება ადრე იყავით მუშაობდით ამ მხრივ და ადრე ყველაფერს აკეთებდით ამისთვის, მაგრამ აი ამჟამად რაღაცა გაჩერებული მდგომარეობა გაქვთ, თქვენ ისევ თავიდან დაიწყოთ და უფრო გააძლიეროთ ეს თქვენი სწავლება. ვინც ამას საერთოდ არ აკეთებდით და არაფერს არ ასწავლიდით, მაისიდან რაღაცა ეს მოგივათ ინსაიტი თუ ესეთი ფიქრი თავში და გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომ თქვენ ეს თქვენი ცოდნა სხვებს გაუზიაროთ, გადასცეთ და სხვათა შორის ძალიან მოულოდნელი იქნება თქვენთვისაც თვითონ აი ეს მომენტი შეიძლება უცებ რაღაცა ესე მოგინდეთ ამ ყველაფრის გაკეთება და ძალიან კარგად გამოგივათ ეს საქმე. მოდი კიდევ ერთხელ ვიკითხავ. კარიერის მხრივ რას გპირდებათ მაისის თვე? ვინც ახლა ვიდეოს უყურებთ, კარიერის მხრივ რას გპირდებათ მაისის თვე? ხო, აქ ძალიან საინტერესოა. ის მომენტია, მეგობრებო, რომ სიკვდილის არკანი ამოვიდა რაღაცა, იცით როგორი მომენტი გექნებათ, შეიძლება ახლა და აი ამ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში თუნდაც ამ მხრივ კარიერის მხრივ თუ ძალიან ბევრი შრომა გიწევდათ, ძალიან ბევრი ფიქრი, რა ვქნა, რა გავაკეთო, შეიძლება აქ ფინანსური სტაბილურობაზეც იყო ფიქრი, ხო? იმიტომ რომ ბევრ შრომობდით და თითქოს იმდენი ანაზღაურება არ გქონდა და აი ამ მაისიდან, მეგობრებო, ძალიან ბევრი რამ იცვლება ამ მხრივ თქვენს ცხოვრებაში და თითქოს თქვენ აქამდე რაც იშრომეთ, რაც იფიქრეთ და აი ამაში ამდენი ენერგია ჩადეთ, ხო? აი ეს ყველაფერი გიფასდებათ, მეგობრებო, და რაღაცა უდიდეს სტაბილურობაში გადადიხართ. ეს შეიძლება როგორც იქნება აი სამსახურეობრივი კარიერის მხრივ, ასევე იქნება ფინანსური, ამასაც ვიტყვი. ამაქვს ახლა ფინანსებზე გაშლა, მაგრამ ეს კარიერა და ფინანსები თითქოს ესე გადაბმულია, ხო, ერთმანეთზე, თითქოს რაღა, ანუ ერთმანეთთან კავშირშია, ამიტომ ამასაც ვიტყვი, რომ აი ამ ყველაფრის ფონზე თქვენ მიიღებთ უდიდეს სტაბილურობას. ვიღაცა შეიძლება დაგაწინაურონ, ან სხვა სამსახურში გადახვიდეთ, ან იცით რაღაცა ისეთი საქმე დაიწყოთ, რასაც თქვენ მართავთ თქვენ თვითონ და ლიდერი იქნებით ამაში, ხო? აი სტაბილურობასაც გაჩნია, ისეთი დაბალ ფენაზე სტაბილურობა კი არა, ანუ ეს იქნება რაღაც თქვენი შრომის დაფასება თითქოს, აი რაც აქამდე გაგიკეთებიათ და შრომობდით და ამდენს უყურეთ, აქ როგორი თავი უსკდება უკვე ადამიანს, იმდენი საქმე გქონდათ და საით გაქცეულიყავით აღარ იცოდით და ამდენს ფიქრობდით და ჯავრობდით ამ საკითხზე, ცოტა იმედგაცრუებულიც იყავით აი ამ თქვენი მდგომარეობით, აი ეს ყველაფერი, მეგობრებო, აი ამ მაისიდან დაიწყებს დაფასებას, თქვენ გახდებით იმ თქვენს სფეროში ლიდერი, რასაც აქამდე აკეთებდით, ან დაიწყებთ ისეთ საქმეს, რასაც თქვენ თვითონ მართავთ, ან მოიმატებს თქვენი ფინანსები. ყოველ შემთხვევაში მაისიდან გექნებათ წინსვლა კარიერის მხრივ, გამართლება და ფინანსური სტაბილურობა და რაღაც მაღალ ეტაპზე ასვლა კარიერის მხრივ. აი ესე ვიტყოდი. კარგი. კარიერას დავასრულებ, ახლა გადავიდეთ პირად ცხოვრებაზე. ვაუ. პირადი ცხოვრება. მაისიდან. ეს მაისი ისეთი თვეა, რაღაც აშკარად დიდი ტრანსფორმაციების, იმიტომ რომ კარიერაშიც ცვლილებებია, აქაც რას მოგიტანთ მაისის თვე პირად
უკაცრავად პირად ცხოვრებაში. ამ ერთი არგანით რო ვიმსჯელოთ, მაისიდან იწყება უდიდესი ცვლილებები თქვენს პირად ცხოვრებაში. აი, უდიდესი ძირფესვიანი ცვლილებები, ყველაფერი აი ამის თქმა მინდა ახლა რაღაც ეს მომდის, რომ ყველაფერი ის დასრულდება, რაც აღარაფერს აღარ გაძლევდათ და ვნახოთ კიდევ შემდეგ. ყოველ შემთხვევაში მოდის ძალიან დიდი ცვლილებები თქვენს პირად ცხოვრებაში. რაღაცა ძველი თითქოს ყდება და უნდა დაიბადოს ახალი. აი ეს. კარგი, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რას მოგიტანთ მაისის თვე პირად ცხოვრებაში? მეგობრებო, აქ რაღაც ძალიან სწრაფად აი იმიტომ გითხარით, რაღაც ძალიან დიდი ცვლილებები იწყება მეთქი თქვენს ცხოვრებაში. ძალიან სწრაფი, ანუ ეს რაღაც დროში გაწელილი არ იქნება, ძალიან სწრაფი ამბავია, ასე ვთქვათ, რომელიც მაისიდან მოხდება თქვენს პირად ცხოვრებაში. აქ იქნება როგორი მომენტი, იცი, თითქოს თქვენ პირად ცხოვრებაში შემოდის გამარჯვება, სტაბილურობა და სერიოზულობა, აი ესე ვიტყოდი. აქ ვიღაცა კონკრეტული ადამიანი არ ჩანს, მაგრამ ვისაც გყავთ ადამიანი, იცოდეთ, რომ ამ ადამიანთან ძალიან სწრაფად განვითარდება, თუ ეს ყველაფერი, თუ მასთან ურთიერთობა სხვანაირი იყო, აქამდე არასტაბილური, აი ამ მაისიდან ზუსტად ეს იცვლება თქვენ და მის ურთიერთობაში, რომ იწყება ძალიან უფრო სხვა ეტაპზე გადასვლა, უფრო სტაბილურ ეტაპზე გადასვლა, უფრო მოქმედებებით სავსე ეტაპზე გადასვლა და უფრო სერიოზული მიდგომით. აი, მოგეთ, ადრე თუ არ უყურებდა ეს ადამიანი სერიოზულად ამ ურთიერთობას, აი ახლა მაისიდან იცვლება აი ეს ზუსტად, რომ ეს ადამიანი თქვენი პიროვნება ამ ურთიერთობას სერიოზულად შეხედავს, რაღაც სერიოზულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ახლა აქ ვიღაცა შეიძლება ქორწინებად შემოგთავაზოთ, არ არის გამორიცხული, რაღაცა აი ოჯახობა მომდეს, რაღაც დაოჯახება და ასე შემდეგ. ეს მომენტიც ვისთანაც აქტუალურია, ხა არ ვიცახი, რომ თვეების და წლების დაკარგული ადამიანებს რომ მისტერი ხართ ხოლმე ზოგიერთები, იმასთან გექნებათ ეს სიტუაცია, მაგას არ ვამბობ, მაგრამ მათ მისთვისაც აქტუალურია აი ეს მომენტი და გაქვთ მოლოდინი, რომ აი რაღაცა სადაც უნდა მოხდეს ისეთი სიტუაცია, რომ უნდა შეიცვალოს რაღაცეები თქვენს ურთიერთობაში, ან კარგის მხრივ, ან ცუდის მხრივ, იცოდეთ, რომ მაისიდან ეს ადამიანი შეცვლის ნამდვილად კარგის მხრივ ამ თქვენთან ურთიერთობას და ეს იქნება ის მომენტი, რომ შეიძლება ისიც იმათაც რეზონირდეს, ვისი ადამიანიც ძალიან სხვაგან არის, აი, იმიტომ აქ რაღაც გადაადგილებას მიჩვენებს, უფრო აი შეიძლება იყოს ეგ მომენტიც კი, რომ მომიწია გაჩერება ვიდეოსი და რას ვამბობდი, ხო, აქ რადგან კვერთხებია ბევრი, აი ფონადაც ვიანის კვერთხები ამოგვივიდა, აქ რაღაც ისეთი ენერგიები მოდის, სწრაფი ენერგიები და შეიძლება იყოს ის მომენტიც, რომ ანუ ადამიანი თუ ამჟამად კონტაქტი არ აქვს ამ პიროვნებასთან, რაღაცა დროით დაპაუზებული იყო თქვენი, არ ვიცახი ხა კიდევ ვადასტურებ, რომ ერთწლიანი და მრავალწლიანი დაპაუზებულს რო ეძახით ხოლმე, ანუ ერთწლიანი და მრავალწლიან გაყინულ და დასრულებულ ურთიერთობას დაპაუზებულს რო ეძახით, მაგას არ გულისხმობ. გულისხმობ იმას, რომ აი დაუშვათ რაღაცა კონფლიქტი ან გაუგებრობა გქონდათ და მაქსიმუმ ერთი თვე ან ორი თვე
არ გაქვთ ხო კონტაქტი, ესეც შეიძლება რეზონირდეს, რომ აი უცებ გამოვიდეს ეს ადამიანი კონტაქტზე, უცებ გქონდეს აი ესეთი ქმედებები და მიიღოს ესეთი გადაწყვეტილება. ხო. ყოველ შემთხვევაში აი რაღაცა რთული პერიოდის დასასრული გვეუბნება 6-იანის კვერთხები და თითქოს აი სასიამოვნო შეგრძნება, აი გამარჯვების შეგრძნება, ხო? აი თქვენ შეიძლება ელოდებოდეთ ახლა რომ აი აბა რას იზავს, რას მოიმოქმედებს და აი ესეთი სტაბილურობით, ესეთი სერიოზულობით რომ გადმოდგამს ეს ადამიანი ნაბიჯს, უკვე აი რაღაც კმაყოფილების და გამარჯვების შეგრძნება გექნებათ. და ძალიან სწრაფად მოხდება ეს ხუთაშორის. კარგი. კიდევ რას მოგიტანთ მაისის თვე პირად ცხოვრებაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. კიდევ რას მოგიტანთ მაისის თვე პირად ცხოვრებაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. რას მოგიტანთ მაისის თვე პირად ცხოვრებაში. ამოვიგებარემ და დავდებ. აქ როგორი მომენტია იცით მეგობრებო? აი აქ ის მომენტია, რასაც მე ჩემს კოუჩინგურ სესიებზე ვაკეთებ ხოლმე. ქალის გამოღვიძების მომენტი გაქვთ აქ მაისის თვიდან ეს დაიწყება თქვენს ცხოვრებაში და ის სირთულეები, ის რაღაცა ზედმეტი პასუხისმგებლობები, ის ზედმეტი ტვირთი, რაც ასე ვთქვათ, პირად ცხოვრებაში თქვენს კისერზე იყო და თქვენ თავზე გქონდათ აღებული ყველაფერი, აი ამის დასრულება ხდება, მეგობრებო. აბსოლუტურად ასრულებთ ამ ყველაფერს, ამას თვლით თქვენს გამოცდილებად, აი ამიტომ ვიძახი, რომ შეიძლება ვიღაცები ტაროლოგთან, კოუჩთან ან ფსიქოლოგთან დადიოდით, რომ აი ეს გააზრებულობა მიიღეთ, იმიტომ რომ აქ საკმაოდ დიდი ტვირთის მატარებელი ადამიანი ბრძანდებით და აი ეს ყველაფერი რომ თქვენ დაასრულეთ და აპირებთ ამ ყველაფრის დასრულებას უпроსტად აი მაისის თვე გვერდებათ ამას პირად ცხოვრებაში. საკუთარ თავთან სამართლიან მოქცევას აიყურეთ, ირჩევთ საკუთარ თავს და აი ამ ყველაფერს რაც თქვენ არ გეკუთვნოდეთ და თქვენს თავზე გქონდეთ აღებული, ამ ყველაფერს ასრულებთ ძალიან სწრაფად, მეგობრებო, და ამ ყველაფერს აკეთებთ არა ემოციებით, არამედ ცივი გონებით და ეს ყველაფერი არის თქვენი, ესე თვლით თქვენ უკვე, რომ ეს ყველაფერი არის თქვენი გაკვეთილი იყო და აქედან თქვენ ბევრი რამ ისწავლეთ და აი ასე როცა უდგებით თქვენს ისეთ პირად ცხოვრებას, რომელიც აღარ გაბედნიერებს და პირიქით უკან მიყავხართ ცხოვრებაში და ასრულებთ და უდგებით აი ამ ხრივ ამ ყველაფერს და არა ემოციების და რაღაცა იმედგაცრუებების და გულის წყვეტის მხრივ და რაღაც დეპრესიებში არ ვარდებით, აი ეს უკვე არის გამოღვიძება ქალის და ეს უკვე არის ქალის სიძლიერე, მეგობრებო. თქვენ საკუთარი თავი აირჩიეთ, უпроსტად მაისიდან უკვე გექნებათ აი ეს მომენტი, რომ თქვენს თავს სამართლიანად მოექცევით და ძალიან სწრაფად დაასრულებთ აი ამ ყველაფერს და გადადიხართ უდიდეს სტაბილურობაში, საკუთარ თავთან სტაბილურობაში, ასე ვიტყოდი. აქამდე თუ გქონდათ ვიღაცებს ის მომენტი, რომ აი სარკეში იყურებოდეთ და საკუთარი თავი აღარ მოგწონდათ, აი ეს თქვენი ქმედება, აი სწრაფი ქმედება და აი ეს ზედმეტი რაღაცეების და ვიღაცეების გაქრობა თქვენი ცხოვრებიდან მოგიტანთ საკუთარი თავის სიყვარულს. და ეს სამართლიანი მოქცევა თქვენს თავთან მოგიტანთ აი ამ თქვენი თავის შეყვარებას, სიყვარულს.
შინაგან სტაბილურობას, რაც შეიძლება აქამდე აღარ გქონდათ და დაკარგული გქონდათ, რაღაცა მიწაზე მყარად დგომას ხო ხვდებით, ანუ საკუთარი თავის იმედი რომ გაქვს მხოლოდ და ვიღაცებზე არ ხარ დამოკიდებული, აი ამ ყველაფერს მოგიდათ, აქ ორი ძლიერი დედოფალი ამოვიდა უყურეთ, წარსული გამოცდილებიდან მიღებული გაკვეთილი, სიბრძნედ გადაქცევა ამ ყველაფრის, დაბრძენებული ქალბატონი ხართ ძალიან და აი ამ ყველაფრის ფონზე პლუს კიდევ თქვენი ფინანსური შემოსავლებიც თუ აქამდე არ გქონდათ გექნებათ, კარგი შემოსავალი გექნებათ, თქვენს თავს მიხედავთ, თქვენს გარეგნობას მიხედავთ, თქვენს ყოველდღიურობას და ცხოვრების წესს გააუმჯობესებთ და მოკლედ აი იმის ფონზე რომ აი ამ ყველაფერს ასრულებთ, აი ამ ხელა რაღაცა ტვირთს აგდებთ და მოდიხართ იმ სიტუაციებიდან გარბიხართ სწრაფად, რასაც ქვია, აი ამ მაისის თვიდან თქვენ გადადიხართ უდიდეს ანუ როგორ თქვა თქვენი ცხოვრება ენაამება ანუ ახალი ფურცლიდან იწყებთ ცხოვრებას. აი რაღაცა ისეთი იცით როგორ რაღაცა მინდა ვთქვა რომ მართლაც გასაოცარი მომენტები გელოდებათ წინ ცხოვრებაში, საკუთარი თავიდან გამომდინარე ამ გადაწყვეტილებას რომ მიიღებთ და აი ეს სიტყვა ვერ მოვძებნე რომ გამოვთქვა რა შეიძლება გელოდებოდეთ აი იმის ფონზე რასაც აიახლა ამ მაისში დაასრულებთ ფინანსური სტაბილურობა საკუთარი თავის სიყვარულიც სარკეში მოგეწონებათ თქვენი თავი შეიძლება ვიღაცებმა წონაშიც დაიკლოთ ისეთ ფორმაში ჩადგებით, როგორც თქვენ გინდოდათ და მოგწონდათ. მოკლედ, აი, ყველაფერ კარგს მოგიტანთ თქვენი აი ეს ქმედება. ბოდიში, თქვენი ეს ქმედება, რასაც მაისში თქვენს თავს გაუკეთებთ საჩუქრად, ასე ვთქვათ. ანუ ნიშნავს იმას, რომ წამოხვალთ იმ სიმძიმეებიდან და იმ ზედმეტი პასუხისმგებლობიდან, რაც თქვენ არ გეკუთვნოდათ და სხვისი იყო და თქვენს კისერზე გქონდათ აღებული, აი თუნდაც ის მომენტი, რომ ურთიერთობაში მამაკაცი არაფერს არ აკეთებს და ყველაფერი თქვენ კისერზეა. თუნდაც ელემენტარული შეხვედრის დაგეგმა აქეთ არაფერს არ გჩუქნიდათ, აქეთ ჩუქნიდით ყველაფერს თუნდაც, ხო, აი ელემენტარულად ვიძახი. ყურადღებასაც კი აქეთ აქცევდით თქვენ და მისგან არაფერს არ იღებდით, აი ესეც კი ზედმეტი ტვირთი და პასუხისმგებლობაა ქალისთვის და ამიტომ ამ ყველაფერს ასრულებთ და რაც წერანო თქვი, აღარ გავიმეორებ, გადადიხართ აი ასეთ არაჩვეულებრივ მდგომარეობაში, სადაც საკუთარ თავს დააყენებთ პირველ ადგილზე, სადაც უფრო მყარად იქნებით მიწაზე, მყარად იდგებით, როგორც ფინანსურად, ასევე ფსიქოლოგიურად, ემოციურად და ყველანაირად. წარმატებას გისურვებთ, ეს ძალიან მომეწონა. აქ კაცი არ ჩანს, აქ ვფიქრობ, რომ კაცისგან გაქცევა არის და საკუთარი თავის არჩევა. კარგი, კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რას მოგიტანთ მაისის თვე. პირად ცხოვრებაში, ვინც ახლა მიდევს უყურებთ, რას მოგიტანთ მაისის თვე პირად ცხოვრებაში. აქ რა ხდება? აქ მეგობრებო, რაღაცა აი ამის გაგრძელება მგონი, გაგრძელება არა, ამის წინა პერიოდი. ან ამ დაგვარი სიტუაცია, ვისაც გაქვთ. აი წერანაც ვისაუბრე. ტარო მაჩვენებს ზუსტად აი ამ მდგომარეობას. სიტუაცია, სადაც იყავით სულიერად გამოფიტული დაცლილი ემოციებისგან, აი დაბლოკილი თითქოს აი როგორ გითხრათ, არაფრის სურვილი აღარ გქონდათ, მეგობრებო, თქვენ ეს სიტუაცია მოგეცათ იმისთვის, რომ სულიერად გაზრდილიყავით.
გამოკეთებულიყავით, რაღაცა კი გქონდათ აი ესეთი დეპრესიული და ისეთი რაღაც ჩაკეტილი პერიოდი და ახლაც გაქვთ შეიძლება. მაგრამ ეს პერიოდი გაქვთ იმისთვის, რომ თქვენ უფრო მაღალ ვიბრაციებში გადახვიდეთ, მეგობრებო, და ეს ძალიან კარგად გამოგდით. სწავლობთ აი ამ ყველაფრიდან, მეგობრებო, აი ამ რთული სიტუაციებიდან, რაშიც ახლა იმყოფებით, პირადი ცხოვრების გამო, სწავლობთ ამ ყველაფერზე, სულიერად იზრდებით, ვიბრაციებს იმაღლებთ და აქ გექნებათ აი საკუთარი თავის დამკვიდრების მომენტი თითქოს, მეგობრებო, უფრო მეტად თავდაჯერებული, უფრო მეტად წარმატებული იქნებით, აი რაღაცისთვის ემზადებით თითქოს, აი რაღაც საკუთარ თავს შეიძლება ახლა ამას გაცნობიერებულად არ აკეთებთ და არ იცით რის გამო მოხდა თქვენს ცხოვრებაში ეს ყველაფერი, მაგრამ აი თითქოს ეს სიტუაცია, რაშიც ახლა იმყოფებით, უფრო გზრდით. და ეს ძალიან დადებითია, მე ესე ვფიქრობ, და ესეც არის ზოგადად. ყურეთ, თან კი არ ჩერდებით ამ მდგომარეობაში, არა. ანუ მალევე აი ამ მაისიდან გამოდიხართ და როგორ გამოდიხართ, იცი, უფრო მეტად თავდაჯერებული, უფრო მეტად წინსვლისკენ აი არჩევანს აკეთებთ საკუთარ თავისკენ, მიხვდით? უფრო მეტად გაზრდილი შინაგანად, ემოციურად დაბალანსებული თითქოს, აი აქ რაღაც ემოციებს არ მიჩვენებს. აქ პირიქით მიჩვენებს ტარო, რომ უფრო მეტად გამოფიტული იყავით აი ამ ხრებ, ძალიან დაცარიელებული, შინაგან სიცარიელეს გრძნობდით და არაფრის კეთების სურვილი არ გქონდათ და შეიძლება გქონდათ საქმე, მაგრამ აი თავს იბლოკავდით ძალით, რომ არაფერი არ გეკეთებინათ და ვიღაცა პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება აი მარტოობაში იყავით. კონკრეტულად პირადი ცხოვრების გამო იყო ეს ყველაფერი გამოწვეული. მაგრამ აი ამ მარტო ყოფნაში და აი მარტოობაში და არაფრის კეთების დროს თქვენ ბევრი რამ გაიაზრეთ, ბევრი რამ ისწავლეთ, აი დაბალანსდით შინაგანად და უფრო მეტად თავდაჯერებული ხდებით. აი მაისიდან უკვე იგრძნობთ აი ამ მდგომარეობას, მეგობრებო. რომ თქვენ გადადიხართ, ყურით, ფონი ესეთი გვაქვს, ზე. ამინდებიც კი გამოვიდა, მაგრამ ეს თქვენი შინაგანი მზია. ხო, ეს თქვენი შინაგანი მზია, მეგობრებო, და აი ამის ფონზე შეხედეთ, როგორ სიბნელეში ხართ და ნელ-ნელა გამოდის თქვენს ცხოვრებაში და თქვენ შინაგან მდგომარეობაში მზე. აი ამ მდგომარეობიდან როგორი მომენტი გაქვთ, იცით? აი თითქოს უყურეთ ექვსიანის ხმები ამის უკან, აი წახვედით, მიდიხართ, ცივი გონებით უყურებთ თითქოს უკვე ამ ყველაფერს და აი ეს მდგომარეობა თქვენ რაღაცა თვეობით და წლობით კი გაგიგრძელდებათ, ან თუ გქონდათ რამოდენიმე თვე, ესე დაუშვათ, აი ახლა უკვე მაისიდან თქვენ აი ასეთი განათებული, გალაღებული, თავდაჯერებული, წინსვლაზე ორიენტირებული გამობრწყინდებით და გამოანათებთ საზოგადოებაში. შეიძლება ხალხმა გითხრათ კიდეც, რომ ვაიმე, სად დაიკარგე, როგორ შეცვლილი ხარ, ალამაზი ხარ, კარგი ხარ, რაღაცა ესეთი მომენტი და თქვენ ისეთ ვიბრაციებში გადადიხართ, რომ აი როგორი მომენტი იცი, აი ხალხს რო სიამოვნებს თქვენთან ურთიერთობა, რო იზიდავთ, აი სადაც შეხვალთ, რო ანათებთ და მე აი ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ეს მაისი მოგიდანთ, აი ამ პირად ცხოვრებაში ასეთი დეპრესიული და ასეთი დაცარიელებული და დაბლოკილი მდგომარეობის ფონზე, რომ აი ასეთი გახდით ხომ, თითქოს საკუთარ თავს მადლობასაც ეტყვით და კმაყოფილი იქნებით საკუთარი თავით, რომ თქვენ ეს შეძელით და თქვენ პირიქით გაძლიერდით აი ამ ცუდი, საშინელი, აუტანელი მდგომარეობის ხარჯზე. და იმ ადამიანსაც გულში, რა თქმა უნდა, მადლობას ეტყვით, რომ მადლობა, რომ აი ასეთ მდგომარეობაში ჩამაგდე. რადგან ამ ყველაფერმა მე გამზარდა, ამ ყველაფერმა მე მეტი თავდაჯერებულობა მომცა და მეტი აი თითქოს დამაბალანსა და ჩემი
ჩემი თავი უფრო მეტად და მეტად შემაყვარა, უფრო მეტი მზე გაჩნდა ჩემში, უფრო მეტად ვანათებ აი ამ ყველაფრის ფონზე. ეს მდგომარეობა თქვენს პირად ცხოვრებაზეც დადებითად იმოქმედებს, რა თქმა უნდა, თქვენს საკუთარ თავზეც, კარიერაზეც და მთელს თქვენს ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე, რაზეც იქნებით ორიენტირებული. აი ეს მდგომარეობა იმოქმედებს ძალიან კარგად, იმიტომ რომ თქვენ აი ამ ყველაფრიდან ბევრი ისწავლეთ, გაიზარდეთ, დაბალანსდით და შინაგან ჰარმონიას იგრძნობთ აი ამ მაისიდან და შინაგან მზეს. შინაგან მზეს როგორ ვიგრძნობ, ესე კითხვა გაჩნდა ამას წინათ და როგორ იგრძნობთ მეგობრებო და აი არ ვიცი, ალბათ ყველას გექნებოდა თუ ვინმეს არ გქონიათ ეგ მომენტი სახლიდან რომ გადიხართ და იმ დონეზე კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით, რომ თვალები გიბრწყინავთ, ბედნიერებას ასხივებთ და აი ამ თქვენს ენერგიებზე ძალიან ბევრი ადამიანი ყურადღების ცენტრში ექცევით. ძალიან დიდ წარმატებას იძენთ. მოგაქვთ, უბრალოდ მოაქვს ცხოვრებას თქვენთვის ძალიან დიდი წარმატება აი ასეთი ბუნებრივი ღიმილის, ბუნებრივი თვალების გაბრწყინების და აი ასეთი ენერგიების ფონზე. ეს არის შინაგანი მზე. წარმატებას გისურვებთ მეგობრებო, ბედნიერებას გისურვებთ. ეს კარიერა კი იყო, მაგრამ ბოლო 2 საკუთარი კარიერა კი არა და პირად ცხოვრებაზე კი ვშლიდი, მაგრამ ბოლო 2, აი ეს ბოლო 2 იყო საკუთარი თავის არჩევა და ძალიანაც მომეწონა მეგობრებო. საკუთარი თავის არჩევა იმის ფონზე, რომ თქვენ ასრულებთ პირადი ურთიერთობიდან მიღებულ ტკივილს და ეს ყველაფერი გადაგაქვთ გაკვეთილად. ეს ყველაფერი თქვენს გაზრდას მოახმარეთ, ასე ვთქვათ და კარგად გამოიყენეთ ეს გაკვეთილია. ანუ ისწავლეთ ამ გაკვეთილით. ოროსანი კი არა. ოროსანს და ხუთოსანს ვიძახი ხოლმე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ოროსანი არის აი ამ სიტუაციაში ისეთი ადამიანი, ვინც ვერ სწავლობს და მთელი წლების განმავლობაში მისტირის იმ ვიღაცა ადამიანს, რომელმაც ცუდად მოექცა და კიდე იმის დაბრუნება უნდა. ხუთოსანი არის ის, აი ეს თქვენ ხართ ხუთოსანი ადამიანები, ვინც საკუთარ თავს არ აძლევს იმის უფლებას, რომ დრო დაკარგოს, ეხა 1 თვე და 2 თვე კიდე გასაგებია, ადამიანები ვართ და ემოციები ჩვენც გვაქვს და მე ვამბობ, თვეების და წლების განმავლობაში არიან ასეთი ადამიანები, რომლებსაც უგრძელდებათ აი ეს მდგომარეობა და ამაზე მაქვს საუბარი. თქვენ ხართ ხუთოსანი ადამიანები, რომლებმაც ისწავლეთ ეს გაკვეთილი ძალიან მაგრად და მაისიდან იგრძნობთ ამ ყველაფერს. წარმატებას გისურვებთ, შეგახსენებთ ჩემს ნომერს პირადი კონსულტაციებისთვის დამიკავშირდით 591 16 23 25 WhatsApp-ზე ან Viber-ზე. დროებით.